Thank you very much, Dr. Mike, for დიდი მადლობა დოქტორ მაიკ, რომ დაგთანხმდით BMG-TV საქართველოსთვის ინტერვიუზე. მოხარული ვარ, რომ აქ ვარ თქვენთან ერთად. As you know that როგორც იცით, ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება გვაქვს. გულისხმობს საქართველოს ემორის თანამშრომლობას. ფაქტობრივად, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაახლოებით 33 წლის წინ ემორის უნივერსიტეტი იყო პირველი ამერიკული უნივერსიტეტი, რომელმაც დაიწყო თანამშრომლობა განათლებისა და კვლევის სფეროში ჩვენს ქვეყანასთან, განსაკუთრებით ჯანდაცვის სექტორში. ჩვენთვის დიდი პატივია ამ თანამშრომლობის გაგრძელება. უკვე რამდენიმე წელია ვახორციელებთ ჩემი ქვეყნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელსაც ეწოდება ემორის საქართველოს სუფთა ჰაერის განათლებისა და კვლევის პროექტი, სადაც თქვენ ხართ მენტორი და ამ პროექტის ხელმძღვანელი დოქტორ კარლა ბერგთან ერთად. როგორ შეაჯამებდით ამ პროექტის ძირითად მიღწევებსა და შედეგებს? რა არის ამ პროექტის არსი? ამ პროექტში, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობთ საქართველოს კონკრეტულ უნივერსიტეტებთან, ასევე NCDC-სთან ყველაზე დიდ ღირებულებას იმაში ვხედავ, რომ სტუდენტები, რომლებსაც ვამზადებთ პირველ რიგში, ვაძლიერებთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოტენციალს საქართველოში. მაგრამ სამუშაო, რომელსაც სტუდენტები ასრულებენ, პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან, ის ეხება გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას საქართველოში. ამრიგად, ისინი ქმნიან საზოგადოებრივი და გარემოს დაცვითი ჯანმრთელობის საფუძველს იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობენ. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თავად საქართველოსთვის, მაგრამ ასევე შეიძლება ეს განვიხილოთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ სფეროში. as I know this project is dedicated როგორც ვიცი, ეს პროექტი ძირითადად ეძღვნება დოქტორანტების მომზადებას, რათა მათ მიიღონ PhD ხარისხი. პირველად ყავს მენტორები აშშ-დან ერთ მხარეს და საქართველოსდან მეორე მხარეს. რა მოიტანა ამ ტიპის თანამშრომლობამ და სქემამ? რა შედეგები გვაქვს ახლა, როცა პროგრამის ერთგვარ შეჯამებას ვაკეთებთ? some kind of wrap up of this program. Well, part of the value of that მენტორთა გუნდის ერთ-ერთი ფასეულობა ის გახლავთ, რომ ჩვენ ვაერთიანებთ მრავალფეროვან გამოცდილებას, ჩვენ ვაერთიანებთ ქვეყნის ცოდნას, გაგებას, ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ ექსპერტიზასთან. ამის შედეგი ის არის, რომ ამ დროისთვის უკვე გადავამზადეთ 21-ზე მეტი სტუდენტი ორი უნივერსიტეტიდან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან და საქართველოს უნივერსიტეტიდან. ამ თანამშრომლობის ნაყოფია ბევრი და ძალიან კარგი, მრავალფეროვანი კვლევა. ახლა ვხედავთ, ეს მონაცემები და კვლევები უკვე ქვეყნდება. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უფრო ფართო წრეებისთვის, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის განათლებას და ცნობიერების ამაღლებას ამ სფეროში. This project, as I know, ეს პროექტი, როგორც ვიცი, ფინანსდება Fogerty International-ის მიერ. ხომ ვერ გვეტყვით ორიოდე სიტყვას, რას ნიშნავს Fogerty International და როგორ მუშაობს ის? Sure. So the Fogarty რა თქმა უნდა, Fogarty-ის პროგრამა ფინანსდება ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის NIH-ის მიერ. მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს გლობალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას და კვლევით თანამშრომლობას, რათა მოამზადოს გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სტუდენტების, ექიმებისა და მკვლევრების მომავალი თაობა. მათი მთავარი ამოცანაა სხვადასხვა ქვეყნისა და სხვადასხვა დარგის ექსპერტების გაერთიანება, რათა განავითარონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა სოფლიოს სხვადასხვა წერტილში. to advance public health in various locations. what you could underline during this რას გამოყოფდით ამ 4 ან 5 წლის განმავლობაში, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას ქართულ დოქტორანტებთან მუშაობისას? achievements with the Georgian doctoral students. Well, I have 21 new friends. პირველ რიგში მე 21 ახალი მეგობარი შევიძინე, 21 ახალი მეგობარი და შესანიშნავი კოლაბორაცია. პირადად ჩემთვის ეს იყო შესაძლებლობა უკეთ გამეგო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური ასპექტები. ჩემი წინა სამუშაოების უმეტესობა ადგილობრივი, ანუ ამერიკული იყო. ეს იყო ჩემი პირველი საერთაშორისო პროექტი. ძალიან სასიამოვნო იყო იმის დანახვა, რომ ბევრი ჩვენი მიდგომა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში გლობალურად გამოსადეგია. ეს მაძლევს იმედს, რომ გვაქვს წარმატების შაბლონი. ერთგვარი შაბლონი, რომლის საფუძველზე შეგვიძლია გავაგრძელოთ ეს წარმატება მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. რაც შეეხება ამ პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვან შედეგებს, ბოლო 4 წლის განმავლობაში ვფიქრობ, ეს არის ფაქტი, რომ ჩვენ ნამდვილი წვლილი შევიტანეთ საქართველოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში. ახლა ბევრად უკეთ გვესმის გარემოსა და ჯანმრთელობის საკითხები ამ შესანიშნავ ქვეყანაში. The environment and public health in a wonderful country.
And the last question, that's the, და ბოლო კითხვა. როგორც ვიცი, ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის, ანუ საქართველოს ნომერ პირველი პოლიტიკური და სოციალური პარტნიორია. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ზოგად განვითარებას და განსაკუთრებით ჯანდაცვის სექტორს. როგორია თქვენი ხედვა? როგორ შეგვიძლია გავაგრძელოთ მსგავსი პროექტები და გავაფართოვოთ ისინი მას შემდეგ, რაც ეს კონკრეტული ეტაპი დასრულდება? will finished. Well, we're going to need support from the US government. ჩვენ დაგვჭირდება მხარდაჭერა შეერთებული შტატების მთავრობისგან, დაგვჭირდება ფინანსური მხარდაჭერა ამ პროექტების გასაგრძელებლად და ეს მხარდაჭერა არსებობს. ეს ცოტა რთული პროცესია, მაგრამ შეძლებადია. თავი მიმდინარე თანამშრომლობა. ახლა მთავარია დავსხდეთ და განვიხილოთ არსებული რესურსები ამ თანამშრომლობის გასაგრძელებლად და გასაფართოებლად. ჩვენ ეს უკვე დავიწყეთ და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ვიშრომოთ მის I think it's very შესანარჩუნებლად. important that we work hard to try to continue it. It means that ეს ნიშნავს, რომ ეს პროექტები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაში. two countries. Absolutely. აბსოლუტურად. დიდი Thank you very მადლობა much for ინტერვიუსთვის. Your interview. Thank you very much. დიდი მადლობა.